ნახოთ ამჯერად თინათინ დათაშვილი აპლოდისმენტები როგორ წარსდგება ჩვენს წინაშე. თინათინ დათაშვილი, დიდი მადლობა, თინა, ჩემო ძვირფასო და ნინო, უნდა მოვისმინოთ თქვენი აზრი. თინა, იცი რა არის, რამე პრობლემები გაქვს, ძალიან დაწრგუნული იყავი ამ სიმღერაში და არ ვიცი რა ხდება და რა არ ხდება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ზოგადად არ უნდა გეტყებოდეს სცენაზე რომ გამოდიხარ, თუ რა პრობლემები გაქვს სცენის მიღვა. ეს ერთი. მეორე, ყოველთვის შენ გამოირჩევი ხოლმე არტისტიზმით და ძალიან მომწონს ეს. აი ამ შემთხვევაში ცოტა ზედმეტი იყო და ხელოვნური იყო, ალბათ ესაც პატა და მე თანხმება, ალბათ ხასიათის და
გამო. ნუ საბოლოო ჯამში არ იყო კარგი ნომერი. 9-ს დაგიწერ დღეს მომატებულად. დიდი მადლობა. ნუ ახლა უნდა მოგისმინოთ აუცილებლად. ვეთანხმები ნინოს ნამდვილად ამ საკითხში მე უფრო მეგონა რომ მაღალი სიცხე ქონდა. მაღალი სიცხე გაქვს? ნუ იცავდა. არა. აბა რატომ მე ეხაც არ მისმენ? კი, კი. 36 თინა როგორ ახარა თინა? გადასარევი. მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება თუ არ არის კარგად და ნუ მე ფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება კი რა უკვე ყველაფერი კარგად არის. 9-იანი ჩემგანა ჩემო კარგო. 9 ქულა შესანიშნავი. და არ დავინახო შესაძზე ის გვიდა არტისტულობა და ამბები გვინდა გვჭირდება შოუში კაცო. ჩვენი დავით ალჩაძე გარკვეული მიზეზების გამო 10 ბატონმა დავითმა SMS-ით გამოგვიგზავნა ისი თქმა წუნდოდა და მე მოგახსენეთ. 10 ქულა დათოსგან 10 ქულა. რა მინდოდა მე თქვა მეც ვეთანხმები ჩემს კოლეგებს იმიტომ რომ ასე არის ეს ყველაფერი ჩვენ არ მოგვეჩვენა ალბათ იმიტომ რომ შენი წინა გამოსვლებს თუ გავითვალისწინებთ ჩემო კარგო ეს იყო ძალიან კარგი და დღეს ანუ იმდენად კმაყოფილები ვერ დავრჩით ამ ყველაფრით რაც ჩემი აზრით გამოსწორებადია და მომავალ კვირაში ალბათ უკეთესი იქნება გაცილებით და ჩვენს წინაშე თინათინ დათაშვილი წყნეთელი ლეონტიევი წარსდგება თავის ჩვეულ ამპლუაში რაც ქონდა აქამდე ჩემგანა 9-იანი 9 ქულა. 100-ია ჩემო ძვირფასებო, შესანიშნავი ქულები იყო, წარმატებები ჩემო კარგო. რასაც აჩვენებს ჟიურის და განსაკუთრებით მის უდიდებულესობა მაყურებელს, ის თამასა უნდა დაიჭიროთ ბოლომდე, იმიტომ რომ სხვანაირად უკვე